ხაჭოს პასკა. დღეს ჩვენ საღდგომოთ ერთად მე და ოლგა მოვამზადებთ საღდგომო პასკას, ხაჭოს პასკას. ხაჭოს პასკის მოსამზადებლად ჩვენ დღეს გამოვიყენებთ ჩიზის რძის ნაწარმს. მინდა გითხრათ, რომ ჩიზი არის კომპანია, რომელიც უკვე მრავალი წელია 2016 წლიდან ბაზარზე არის, ხო? კი. და ამარაგებს ბევრ საწარმოს თუ კომპანიას თავისი პროდუქციით. ჩვენ გვჭირდება ხაჭო დაახლოებით 500 გრამი, შაქრის პუდრა 100 გრამი. რეკვიემ მაგას. კარაკი, რბილი კარაკი, ხო, ეგეც 100 გრამი დაახლოებით. ცოტა ვანილი და ცუკატე და ესეც სილამაზისთვის და სამოვე. მაბრაზებენ. ესე იგი, პირველ რიგში ავიღოთ ხაჭო. так, აქ რამაზადებ. შენი მეკი. ხო, დაგვევიწყდა 100-150 გრამი არაჟანი. ნაბადეთ. პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთოთ? დავაბლენდეროთ ხაჭო, რომ მივიღოთ თითქმის კრემის ნერა. დადე შაქრის პუდრი. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. დაგრამ გემოვნებით დავამატოთ ვანილი. ერთი პატარა შეკრა. და 100 გრამი შაქრის პუდრი. თავი არ დავტოვოთ რა? კოშტები. ვაბლენდერებთ სანამ არ დავიღლებით ან არ მეზრდება. ხო, პატარა ხრიკი იმისათვის რომ არ გავაფუჭოთ პასკა. ცოტა ზეთი, სულ ცოტა. წავსვათ ფორმას. ალამაზია. ქიშმიში უხდება ძალიან. შეგვიძლია დაახლოებით 3 ან 4 საათით მოვათავსოთ საყინულეში. შენს გინდა მასაყინულეში? მოვათავსოთ საყინულეში და მერე ერთი ღამით, ანუ მთელი ღამით, უბრალოდ გადავიტანოთ ჩვეულებრივად მაცივარში. დილით იქნება მზად და წავიდა საყინულეში. გამოვიდა ესეთი ლამაზი, სახალისო, უგემრიელესი ხაჭოს პასკა.